და ამ აქტიურობაში ჩვენ გარდავიქმნებით ახალ ადამიანებად. სხვათა შორის ეს გარდაქმნის პროცესი არის ძალიან მტკივნეული ადამიანისათვის. იმიტომ რომ თითქოს ადამიანი შობს თავის თავში ახალ ადამიანს. და ეს მშობიარობის ტკივილს შეიძლება უტოლდებოდეს, არა ფიზიკურს, რა თქმა უნდა. ეს ტკივილი ძალიან მრავალ თქვენთაგანში მე მიხარია და მწუხვარო ასევე მრავალ თქვენთაგანში არ იგრძნობა და მწუხვარ ამაზე და მრავალ თქვენთაგანში იგრძნობა ეს მშობიარობის ტკივილები და მე მიხარია როცა თქვენ ახსარებაზე მოდიხართ საუბარზე მე როცა გხედავთ ეხლა როცა ვერ გხედავთ ეგ სხვა არის შეიძლება თქვენ ერთ-ერთზე ღმერთთან რო ხართ ეს მაშინაც ჩანს თავისთავად ცხადია კი არ შეიძლება არასავე ჩანს მე რასაც გხედავ იმას ვამბობ მრავალი თქვენთაგანი მოდის და სულიერად იტანჯება შიგნით გაორება არის უნდა ერთი და აკეთებ პავლე მოციქულებით ერთი თითქოს ღვთაებრივი უნდა მაგრამ ვერაფერს ვერ უხერხებს თავის დაცემულ ბუნებას თავის ვნებიან მიდრეკილებებს მანკიერებაში ჩვევაში გადასულ მანკიერებებს აღარ იცის რა ქნას ადამიანმა იტანჯება შინაგანად ბედნიერება უნდა და არ აქვს იმიტომ რომ შიგნით ეს გაუთავებელი ბრძოლა და თქვენ იტანჯებით ხოლმე ხანტირი ხარ და მე მინდა გამოგიტყდეთ მე ვზივარ ამ დროს ესე ნეტარის სახით შეიძლება სახეზე დავმალო და მიხარ და გიყურა და ბედნიერი ვარ რომ იტანჯებით და იცით რატო მიხარია იმიტომ რომ თქვენში მე ამ დროს ღმერთს ვხედავ იმიტომ რომ ღმერთი რომ არ იყოს თქვენ რა გაგტანჯავ და ხორცი არ გაკლია ფერი არ გაკლია ახალგაზრდობა მოილხენდი და იქნებოდი როგორც მოგეხასიათებ მაგრამ არა შენ ხორცის ნაჭერი იყო იქნები დოსტოევსკი რო ამბობს ხო ესეთი კაცი კბილებიანი ხორციო შენ რო ხორცის ნაჭერი შენ რო კბილებიანი ხორცი იყო ხო ესე ხო არ დაიტანჯები გარეგნულად კბილებიანი ხორცი ხარ მაგრამ იტანჯები იმიტომ რომ შიგნით ღმერთი ყავს და ჩანს ეს აი შენ ტანჯვაში ესე დგავარ და მიხარია ბედნიერი ვარ ხოლმე აი კიდე ერთი ადამიანი სადაც ღმერთია და რა ბედნიერება ღმერთს ხედავ მე შენში შენ იტანჯები მე გეუნები ხოლმე რომ კარგად აგაკ საქმე ნუ გეშინია შეიძლება ფიქრობ რომ რევს მეუნება ეხა ეს კაცი ან სიტყვის მასა არა ნამდვილად ესე ბედნიერი უნდა იყო ამ დროს იმიტომ რომ შენ ცხოველობას შენ პირუტყვობას შენს ნაძირლობას შენს უბედურებებს შენს დემონურ სულს არ ეგუები და იტანჯები და იბძვი და არ უნდა გიხაროდეს აბა ის არის კარგი რომ ეგუებოდი ამას და იმ სიმყრალ ჭაობში იყო და გაფუნობდი ამ ყრალჭაობში და ბედნიერი გეგონოს თავი მთელი კაცობრიობა შეიშალა და ამგვარად ცხოვრობს რა უბედურებები ხდება ნახეთ გაიხედე რებს ჩადიან ადამიანები ხორჩესხმულ დემონებს ემსგავსებიან და ბედნიერნი არიან ამ უბედურები და ამას ებრძვი შენში შიგნით არ უნდა გიხაროდეს შენში ხო ამ დროს ღმერთია ილოცავთ ესე დროს და აი ის ადამიანები რომლებსაც ამგვარი ბრძოლები არ აქვს ის ადამიანები რომლებიც მოდიან და ახსარებაზეც კი როდესაც ახსარებაზე რომ ადამიანი სუბუქად იქცევა ეს გავს იმ მღვდელს რომელიც წმინდა ტრაპეზთან სუბუქად იქცევა და თუ თქვენ არ მოგწონთ მღვდელი რომელიც ტრაპეზთან შეიძლება სუბუქად იქცეოდეს რატო უნდა მომეწონოს მე ახსარებელი რომელიც ახსარების დროს სუბუქად იქცევა ეს ისეთ რას ნიშნავს იქ ღმერთი არ არის რაც არ უნდა ეგონოს ადამიანს რომ ჩემში ღმერთი არ არის თორე ღმერთი რო იყოს ახსარება ნიშნავს ღვთის წინაშე დგომას მე როგორ დავიჯერო რომ ეგეთი წმინდა ხარ მაგრამ ქერუბიმები სერაფიმები ნახეთ გამოცხადებაში ფრთებით თვალებს იფარბენ ეს ენახა ისაიამ ფრთებით თვალებს იფარავენ რატო იმათაც კი რცხვენიათ ისინიც კი გრძალვით არიან და ეს წმინდა მამა ხო გახსოვთ ა ブラ ამი რო წარს დგებაო ღვთის წინაშე შეინანებსო რომ უფრო მეტი არ გააკეთო და შენ ესე ხარ ლაღობ ახსარებისას არ ამჯერა მე გეუბნები შენ კიდე ჩემი არ ჯერა ამას რო გეუბნები და არ აგჯერა ერთმანეთის და ღებულობ შედეგად იცი რა წლები გადის და არ იცვლები მე არ მინდა ეს პასუხისგებლობა ჩემ თავზე ავიღო ღვთის წინაშე ვამბობ ღმერთო ყოველი ის ადამიანი რომელსაც ვერ ვაგებინე იმიტომ კი არა რომ ის არის გაუგებარი მე ვარ ისეთი რომ იმას ვერ ვაგებინე ღმერთო ყველა ეს ადამიანი ჩემგან წაიყვან იმიტომ რომ მე მეშინია მე ვერ ვაგებინებ ადამიანს და რა ვქნა
და სხვასთან მივა, სხვა გააგებინებს. ამიტომ, როდესაც ადამიანი იტანჯება, ეს ნიშნავს იმას, რომ მასში ღვთის სულია და მასში ჩანს არაამქვეყნიური და მარადიული. ტანჯულ ადამიანში არაამქვეყნიური და მარადიული ჩანს. სულიერად ტანჯულ ადამიანში და ეს არის დიდი ბედნიერება.